აბასუმნის თავზე თვითმფრინავების გადაფრენის აკრძალვა ესაა შიშით მიღებული გადაწყვეტილება და საერთოდ ადამიანს როცა ეშინია დაღებულობს რაღაც გადაწყვეტილებას ის ყოველთვის არის უგნური გადაწყვეტილება რამე თუ ნებისმიერ თუ მას დაბომბვის და რაღაც ასეთის ეშინია რა აკრძალვა უშლის ხელში განაშეფრენას თუ რას იზამს ახლა ერთი ვერ გავიგე აი რა უგნური გადაწყვეტილება რაც დაამძიმებს გზავრების პროცესს, გზავრობას გაახანგრძლივებს, ფასს გაახანგრძლივებს და ასე შემდეგ და საერთოდ არ ვიცი რა შეიძლება საერთოდ სხვა გზა მონახონ ახლა ნუ საავტომობილო ნავთობის, რკინიგზის აქცევას უუკეთებენ საქართველოზე ეს ყველა ვიცით და როკეთება იქეთ აზერბაიჯანს სომხეთის გავლით. ახლა საჰაერო სივრცესაც ჩაკეტავს ონია ყველანაირ თვითმფრინავისთვის. ნუ ესაა უგნური გადაწყვეტილება, ესაა შიშის გადაწყვეტილება და შეშინებული ადამიანი რას იზამს რას მოიმოქმედებს ერთმანეთის და ახსენდება აი ბერლინის ბოლო დღეები, როდესაც იყო ჰიტლერს უთხრენ, რომ უკვე რუსებიო მეტროში შემოვიდნენ და მან გასცა ბრძანება დატყორეთ მეტრო. და უთხრენ, რომ იქო გერმანელი ბავშვები, მოხუცები, დაჭრილები და ასე შემდეგ რა, თავს საფარია და აფარებენ თავსო. დატყორეთო. მათ იცოდნენ მე რო ამირჩიე რა ბედი ელოდათო და დატყორეთ. ნუ რა თქმა უნდა ეს უგნური გადაწყვეტილება არ შეუსრულენ, მაგრამ ასეთი ბრძანება აი შიშის ქვეშ გაცა გიდლერმა და თუ იმეს გონია ახლა ჩვენთან მაგაზე უარეს უგნურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ჩვენ რა ვიცი გერმანელებიდან განსხვავებით მგონია აღსრულებლები ვყავენ რომელიც ნებისმიერ უგნურ გადაწყვეტილებას ასრულებენ და ვარ ძალიან შავ დღეში, მოკლედ რო ვთქვა და ეს შიშით მართვა ქვეყნის თუ არ დამთავრდა, მაგ ქვეყანას არსებობა არ უწერია. არც ნოსტრადამუსი ვარ, არც არავინ არა ვარ, მაგრამ იმას, რასაც მე ახლა ვუყურებ, რა ემიგრაციის რაოდენობასაც მე ვუყურებ ბელგიაში, როგორ მოდის და მოდის და რა ვიცი, ჩემი თუ არ გჯერათ, შედით ქართველები ბელგიას გვერდზე, შედით ქართველები პარიზში, ქართველები საფრანგეთში, ესპანეთში, რა ვიცი, ყველა გვერდზე შედით და გადავსებულია შეკითხვები. მოვდივარ ოჯახით, სად არის ჩაბარების ცენტრი, რა პირობები იქნება. გადავსებულია უკვე, ჩემი თუ არ გჯერათ, კი ბატონო. ნახეთ და ნახეთ. ამიტომ გადავდოთ ახლა უკვე, როცა ხელისუფლებას ეშინია და შეშინებული ხელისუფლება გაშინებს, ესე ღირსი ვართ, ღირსიც ვართ და რასაც ვიღებთ. მადლობთ ყურადღებისათვის.